რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. დღეს ერთ-ერთი კითხვა იყო აი ბიზნესმენებთან, რომლებიც შედიოდნენ კობახიძესთან შეხვედრაზე, თუ რა არის გავლენა იმ პოლიტიკოსების დაკავების, რომლებიც არიან თქვენი კოალიციის ლიდერები, რომლებიც თავის დროზე იდგნენ ქართული ბიზნესის სათავეებთან, ხომ? აი ეს შეხვედრა, ეს ფონი, ასევე საკითხები, რაც არის აქტუალური, რამდენად ახდენს გავლენას არსებულ ვითარებაზე, თქვენ როგორ ფიქრობთ და ასევე თქვენი შეფასება ამ შეხვედრის გათვალისწინებით? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე არ ვიცნობ სამწუხაროდ მათ მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რაღაც შეხვედრაზე მქონდა ბოლო საათებში, ამიტომ არ მომისმენია ფიზიკურად რა განაცხადეს ამ ბიზნესმენმა, თუმცა ერთები რა შემიძლია თქვა, რა თქმა უნდა, არის რომ ქართული ოცნება ცდილობს ყოველთვის ყველაფრობით ჩაახშოს თავისუფალი ქართული ბიზნესი, ისინი იყოლიოს საკუთარ ორბიტაზე და მე ყოველთვის ძალიან ღიად ვაფიქსირდი ჩემს აზრს, რომ თავისუფალ ბიზნესს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი, სწორი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი პოზიციებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება და ამ ქვეყანაში ისეთი ტიპის ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა, რაც არის ნებისმიერი მოქალაქის ინტერესებში, განსაკუთრებელია და ამავე დროს არის ჩვენი ბიზნესის ინტერესებში, იმიტომ რომ ის ვითარება, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში შექმნილი, ის ანტიდემოკრატიული უკუსლა, ის სრული და ტოტალური საერთაშორისო იზოლაცია, ის ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რაც დღეს მართავს ქართულ სახელმწიფოს, ეს ყველაფერი ჯამურად ბუნებრივია ახდენს საოცრად ნეგატიურ დამოკიდებულებას ყველაფერზე სახელმწიფოში და მათ შორის ბუნებრივია ბიზნესის მოსწრებაზე, რაც უფრო თავისუფალი, წელში გამართული, საერთაშორისო კარგი რეპუტაციის მატარებელი სახელმწიფო გვექნება, მით უფრო წარმატებული იქნება ქართული ბიზნესი და მე ვისურვებდი, რომ სულ უფრო მეტ ბიზნესმენს ესმოდეს კიდევ უფრო მკაფიოდ, იმიტომ მათ შეუძლიათ ის როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ბიზნეს შეუძლია, მათ შეუძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი და ჯანსაღი პროცესების მხარდაჭერა და ეს არ არის პარტიულ პოლიტიკური პროცესები, ხო? ეს არ არის რაღაცა მხარის დაკავება, ეს არის ეროვნულად სწორი პოზიციის პარება იმისათვის, რომ ჩვენ როგორც ერმა, როგორც საზოგადოებამ და როგორც სახელმწიფომ შევძლოთ და განვახორციელოთ ყველა ის მიზანი და ამოცანა, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაში გვიწერია და რომელსაც ჩვენი 85% უჭერს მხარს. ამიტომ მე უფრო მეტად ვებხრობ იმას, რომ რა თქმა უნდა ბიზნესმა იზრუნოს უფრო მეტ ჩართულობაზე ამ მიმართულებით და უფრო მეტ მკაფიო პოზიციონირებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ბოლოს ხომ მივახციოთ, ახლა რამდენი წელი გავიდა უკვე, ხო? 3 წელი გავიდა. ხომ უნდა მივახციოთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ბიზნესი არის მართლაც თავისუფალი. ხომ უნდა მივახციოთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც რეალურად ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ბიზნესში არიან, არავინ არ უნდა კადრულობდეს მათ მიმართ რაღაცა თითისქებით საუბარს და წნეხს და ზეწოლას. ხო, პირიქით, ჩვენ მივახციოთ თავისუფლების უმაღლეს ხარისხს და თავისუფლების უმაღლეს სტანდარტს, რომელიც ისევ და ისევ ხაზი უნდა გაუსვა ყველა მოქალაქის ინტერესებში არის და უნდა იყოს და ყველაზე მეტად ერთ-ერთი პირველი ვის ინტერესებში უნდა იყოს, მათ შორის სულ პრაგმატულად, გარდა პატრიოტულისა, ეს არის ქართული ბიზნესი. კარგი. და გრიგოლ, ეხლა მინდა დაგისვათ კითხვა, აი მეუთოს საკითხთან დაკავშირებით დღეს დარწმუნებული ვარ იცნობთ შეფასებებს, როგორც ორივე მხრიდან, პოზიცია და ოპოზიცია, ქართულ პოზიციას და ოპოზიციას გულისხმობ და რა არის თქვენი პოლიტიკური დასკვნა აი ამ სურათის გათვალისწინებით, რა მოხდა და ასევე ერთ-ერთი მთავრწამყვანი, ასე ვთქვათ, ხაზი ქართული ოცნების განმარტებებში იყო დღეს ის, რომ უნდა იხელმძღვანელოს ანუ მათმა კრიტიკოსებმა და ოპონენტებმა ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებით არჩევნებთან დაკავშირებით, რომ აი მანდატების არ გამოყენება არ არის სამართლიანი იმ ხალხისთვის, რომლებმაც აირჩიეს ქართული ოპოზიცია პარლამენტში. აი რა სიტყვით ამ განცხადების და ასევე ამ რეზოლუციის და დეკლარაციის შედეგის გათვალისწინებით. ძალიან მეღიმება აქედან დავიწყებ, ეს კი როდის მე წუხდა ქართული ოცნება ჩემს მანდატზე და ჩემი კოლეგების მანდატზე. ახლა ვითომ ეს აქვთ საფიქრელი და სადარდებელი ჩვენი მანდატები როგორ გამოვიყენეთ? ეს როდის იყო მათი საქმე? არასდროს იყო მათი საქმე და ქართულ ოცნებასაც შეეხება მიხედავთ საკუთარ თავს და იმ დათვლილ დღეებს, რაც აქვთ იმ ხელისუფლებაში, რომელიც მათ არ ეკუთვნით. წერტილი. ქართულ ოცნებას არავინ არ კითხავს, ვინ რა მანდატს გამოიყენებს და რა მანდატს არ გამოიყენებს. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება,
ჩვენი მორალური ნამბიჯი, ჩვენს მიერ გაღებული პატრიოტული აქტი, როდესაც დავთმეთ მანდატები და ამით თვითონ ჩვენ მანდატებისთვის არ ვართ ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ არ ვართ რაღაცა არჩევნებისთვის და რაღაცა იმიტაციისთვის და სკამებისთვის, ჩვენ ვართ ცვლილებისთვის. მას მერე, რაც ლელო ძლიერი საქართველო, დღესდღეობით ძლიერი საქართველო დაფუძნდა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ყველა იმ პროცესში, რაც შეიცავს ბრძოლას და ცვლილებას. აი ეს არის ისაც გვაინტერესებს. მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერ დათმო პარლამენტის მანდატი, ბადრი ჯაფარიძემ რამდენჯერ დათმო პარლამენტის მანდატი და შემდეგ ჩვენც ახალმა თაობამ ვინც პირველად გავხდით პარლამენტის წევრები, ასევე დავთმეთ მანდატები. ეს არის ჩვენი მკაფიო განაცხადი. ჩვენ არ გვაინტერესებს მანდატები და პრივილეგიები და ქართულოცებას გურჩევთ საკუთარ თავს მიხედონ და ანუ ოცნებას ატყობთ რამე ნერვიულობას თქვენს დათმობილ მანდატებთან დაკავშირებით თუ პირიქით ამ შედეგით თქვათ ამ თუ პირიქით არის საქმე, აი თქვენ ახსენეთ რომ ნერვიულობენ ისინი, ასეთია თქვენი დასკვნა ამ ეუთოს მდივნის განცხადებიდან გამომდინარე? ისინი ციტირებენ იმ ერთადერთ განცხადებას, რომელიც შეიცავს ელემენტებს, რომელშიც სხვაგვარი აზრი შეიძლება ამოიკითხო თეორიულად, ძალიან ხავს ეჭიდებიან, მარტივად ხავს ეჭიდებიან. ნახეთ, ეუთოს გემდინის განცხადება, რომელიც აქვე ვიტყვი, არასახავს წევრი სახელმწიფოების სულისკვეთებას, რომელიც იმავე საღამოს გუშინ ვნახეთ ხო ძალიან კარგად პორტოს დეკლარაციაში. ეუთოს წევრი სახელმწიფოების და შესაბამისად დელეგაციების აზრი არის ის, რომ პირველი 2024 წლის 26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში დემოკრატიული და გამართული არჩევნები არ ჩატარებულა და იქვე არის ციტირებული ეუთო ოდერის ძალიან მკაცრი, უმკაცრესი ისტორიაში რვარყოფილი ცეთი მკაცრი დასკვნა. და მეორე, რომ ამ სახელმწიფოში თუ გსურს პოლიტიკური მშვიდობა, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და ამავე დროს უნდა იქნეს ჩანიშნული ახალი თავისუფალ პირობებში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. აი ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისად წევრი სახელმწიფოების და წევრი დელეგაციების კოლექტიური აზრი. და ეხლა ქართული ოცნება სულ ჩაეჭიდოს იმ ერთად განცხადებას, რომელშიც ოდნავ სხვაგვარი პათოსით შეიძლება ამოვიკითხოთ და ახლა ვითომ ჩვენს მანდატებზე წუხს, რომელიც თვითონ გაუქმეს ჩვენი მოთხოვნის და სურვილის კვალდაკვალ. ეს არის ფარსი და ჩვენ რაც რეალურად ნახეთ, ეხლა ის არ გადაიფარება, ხო? ჩვენ ნახეთ რა? ნახეთ ტოტალური უნიჭობა და აი მართლაც ისეთივე ცირკი დადგეს ეხლა ამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, როგორც ცირკსაც ქართულ ხალხს სთავაზობენ მუდმივად, ხო? ეს ფარსი იმდენად გაუჯდათ სისხლში და ხორცში, რომ ქვეყნის გარეთაც ვეღარაფერს სხვას ვერ აკეთებენ და ვერანაირად სხვანაირად. იქაც ეგეთები არიან. ეხლა რა ვნახეთ, ხო? ერთი მხრივ სირიის და აფხაზეთის საკითხი მნიშვნელოვანი ჩანაწერები არის. აქვე ვიტყვი, რომ პირველად ეს ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სირიას გაეწვია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება, ეს იყო ჩვენი ინიციატივა, გულისხმობ დემოკრატიულ ძალებს და მაშინდელი 4 პოლიტიკური კოალიციის 4 ლიდერმა გააკეთა საერთო ბრიფინგი, საზოგადოებას მინდა შევახსენო. შესაბამისად ეს არის და მე ძალიან ამაყი ვარ დემოკრატიული ძალების საერთო ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ 4 თუ უკვე 5 თვის წინ იქნა გაჟღერებული. ჩვენ ამის შემდგომ პერიოდში ვიმუშავეთ ყველა დიდი სახელმწიფოს ელჩთან, მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, გერმანია, ის როგორც სირიელ დიპლომატებთან მსოფლიოს მასშტაბით. და ჩვენ მქონდა გვაქვს საგზნობი წიაღწვა ამ კუთხით. ის რომ ეუთო უჭერს ხალხს, ამას ეს ძალიან კარგი არის. თუ ქართული ოცნებას რამე კარგს გააკეთებს შემთხვევით ერთხელ მაინც, მხოლოდ მივესალმები ხალხს გაუსვა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ვაღიარებ. ამ რასაც არ ვაღიარებ ამ ქვეყნის ხელისუფლებად, ან დემოკრატიულ არჩეულ ძალად და ყოველთვის ვუწოდებ იმ რუს ფაშისტებს, რაც არიან, მაგრამ თუ ეუთოში თუნდაც რამე სწორს ერთი წამი დაუჭერებ მხარს, მე არ ვიმიქნები წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩემს ინტერესებში, როგორც ქართველის და როგორც პოლიტიკოსის, არის ის, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება იქნას გაწეული, მაგრამ ნახეთ, ქოცი, ყველგან არის ქოცი. ეგეთ ვერ გააკეთეს. სინამდვილეში, იმიტომ რომ საკუთარი პარტიული ეგო დაეყენებინათ წინ, ვიდრე ქართული ეროვნული სახელმწიფოებრივი მიზნები და ამოცანები, კიდევ ერთხელ არ დაუჭირეს მხარი. თან დაუჭირეს მხარი, იმიტომ რომ არ იყვნენ და შენიშვნა არ თქვეს. დაბნეულობაში, ქაოსში და იმიტომ რომ საკუთარი გონი არ გააჩნიათ,
საკუთარი პატრიოტიზმი არ გააჩნიათ, ისინი აბლანდული იყვნენ პროცედურაში, რეალურად რო ვთქვა საზოგადოებას რა მოხდა, ხო? ცადეს რომ ანტიქოცური, ანტიდემოკრატიულ შინაარსზე რაც იყო იქ ჩანაწერები, ცადეს რომ ესენი ჩაეგდოთ, მაგრამ ვერც ერთი ვერ ჩააგდეს, ყველგან კრახი განიცადეს, როგორც ყოველ ჯერზე განიცდიან და შემდეგ საერთოდ გამქრალან იმ დარბაზიდან. ამიტომ, როდესაც პორტოს დეკლარაცია გამოცხადდა, ქართული ოცნება არ შეეწინააღმდეგა არც ერთ ჩანაწერს. ანუ ირიბად მხარი დაუჭერა, გამოდის არ შეეწინააღმდეგა ისეთ ჩანაწერს, რომელშიც წერია, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს ამ ქვეყანაში დანიშნული. და მეორენაირად თუ შევხედავთ, იმიტომ რომ ვერაფერი არ გააკეთეს, ვერც სირიას და აფხაზეთს ვერ დაუჭერეს მხარი სწორად. აი ესეთი ხალხი გვართავს. ვერც თავისი პოზიცია დაიცვეს. აი ეს არის შეჯამება. ვერც პარტიული პოზიცია დაიცვეს, ვერც სახელმწიფოებრივი. აი ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი ქოცი რას ნიშნავს. აი ტოტალურად არაკომპეტენტური, უგუნური, თავისიც ვერ გაიტანა და ქვეყნისასაც არ დაუჭია მხარი. წავიდნენ, წამოვიდნენ, წალაყუნდნენ, წამოლაყუნდნენ. აი ეგ არის ქოცი 2025 წელს და ეხლა ვეკითხები მოქალაქეებს, ეგეთი მთავრობა რამეში შეიძლება გამოგადგეს? გადავდოთ ოპოზიცია პოზიცია. აი ესეთი πολιτიკური გუნდი. აღარ ვახსენებ სოციალურ სტატისტიკას ამ დღეში ქვეყანა, აღარ ვახსენებ ემიგრაციას, 113,000 ახალგაზრდა გავიდა 2023 წელს მარტო. აი უბრალოდ ესეთი ხალხი, რომელიც ვერც თავისას გაიტანენ, ვერც ქვეყნისას, ამ ხალხით სადმე წახვალთ, მეგობრებო, მე გეტყვით, ვერცად. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ და გამოვცვალოთ ეს მავნებლები და მივახციოთ იმას, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნებით ყავდეს ადეკვატური, ნორმალური ხელისუფლება, რომელიც გეტყვის რისთვის მიდის სტრასბურგში, გეტყვის რისთვის მიდის ვენაში და ასე შემდეგ და ამ შედეგებს ჩამოგიტანს. მოგიტანს მეტ ინვესტიციას, მეტ ეკონომიკურ ზრდას, მეტ სტაბილურობას და მეტ პოლიტიკურ მშვიდობას ქვეყანაში. დიდი მადლობა გრიგოლ, დაგემშვიდობები. გრიგოლ გეგელია საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში და ჩვენ ახლა